მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, დიდი სიყვარულით და დადებითი ენერგიებით. როგორ ხართ, იმედია ყველა ხართ კარგად, რასაც მე თქვენ გისურვებთ. ნელ-ნელა დავიწყოთ საჯარო გაშლა თემით. რა იცვლება არსებული მდგომარეობით შენს ცხოვრებაში? ეხლა რა ენერგიებშიც იმყოფება ადამიანი, ხო? ნახოთ, საინტერესოა. ესე იგი, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება და იწელება დრო, ძალიან რთული ადამიანურ მიწერ დონეზე ამ ყველაფრის გამკლავება და ზუსტად ეს არის ეს გახლავთ სურნელოვანი ჭხირები ფორთოხლის არომატით, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა კლიენტი არ მიყვარს სიტყვა ადამიანმა, რომელსაც ვეხმარები სამყაროსეული ცოდნით, გამომიგზავნა გერმანიიდან საჩუქრად. და დიდი მადლობა ძვირფასო ადამიანო, რომელსაც არც კი გინახივარ რეალურად და ესეთი სურვილი გაგიჩნდა. როდესაც რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში იწელება და აღარ უჩანს დასასრული, ძალიან რთული არის თითოეული ჩვენგანისთვის ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება, ხო? რომ ვეღარ იგებ ადამიანი, სულ ასე უნდა იყოს, დამთავრდება, არ დამთავრდება, როდის დამთავრდება, რის შემდეგ დამთავრდება და ხშირად, რატო არ რთული, იმიტომ რომ ხშირად ასეთ შემთხვევაში ადამიანები ვარდებიან დეპრესიაში, ხო? რომ ფიქრობენ, რომ მთელი ცხოვრება ალბათ ასე უნდა გაგრძელდეს რა და ამაზე ფიქრი, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება არაფერი არ შეიცვალოს და სულ ამ მდგომარეობაში ვიყო, შეიძლება ადამიანი ჩაგდოს ძალიან დიდ დეპრესიაში, შეიძლება ადამიანს შეაცვლებინოს არჩევანი არსებულ ცხოვრებასა და სადამდეც როგორც აქამდე ცხოვრობდა და ამის შემდეგ ცხოვრებას შორის. ეხლა არჩევანში რას გულისხმობს? საერთოდ ნებისმიერი მიმართულება ჩვენზეა, რა არჩევანს გავაკეთებთ, ხო? შეიძლება ადამიანი იყო კეთილი, იყო რაღაცა ისეთი და არსებულ სიტუაციაში მოხვდა და ადამიანმა იფიქრა, რომ იცი რა, ესე იგი ეს სიკეთე არ მუშაობს, ხო და მეც გავხდები ისეთი, როგორიც არის პირობითად ის ვიღაცა და როგორც მოექცა ის ვიღაცა, ხო? ხო და ეს ამ დროს ეს მოცემულობა იმისთვის კი არა გვაქვს პირობითად, რომ ის ვიღაცა, ვინც არ მოგწონს და ვინც გვტკენს, იმას დავემსგავსოთ და ჩვენც იგივენაირი გავხდეთ. ამ დროს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს სულს მაგ სიტუაციაში, რომ რაღაცა შეიცვალოს შენში უკეთესობისკენ. ეს არის გამოცდა და ადამიანმა რომლებმაც არ იცის, რომ ეს რისთვის აქვს მოცემული სიტუაცია, შესაძლოა აცდეს გზას, ანუ შეცვალოს მიწიერი მდგომარეობიდან გამომდინარე თავისი ასე ვთქვათ, კეთილი არჩევანი არაკეთილ არჩევანზე გადაცვალოს და ეს უარეს საკეთებს, გამიგეთ? უარეს საკეთებს და სწორედ ამის განხილვას ვაპირებთ დღეს ჩვენ აქ. სიგნიფიკაციისთვის ამან დამიძახა. გამიკითხო, რისი თქმა მინდა. ეხლა კი ვნახოთ, რა ენერგიებში იმყოფება ადამიანი, ვისთვისაც უნდა იყოს გაშლა. პირდაპირ მაჩვენეს გაკვეთილში. გეფიცებ როგორ საუბრობს. ადამიანი იმყოფება სტაგნაციაში, სადაც ფიქრობს ეს ადამიანი, რომ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა და ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩანს ზიანი
დავბერდი, აღარ ვიცი, იქნება რამე ახალი გზა, იქნება რაიმე სიტუაცია, რომელიც დაუსვავს წერტის ამ ყველაფერს და გამინათებს გონებას, მომცემს ნიშანს, მინიშნებას, რომ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. ველოდები ამ ყველაფერს მთელი მოთმინებით. თუმცა, რაზეც მე ველოდები, მგონია, რომ ის არის მხოლოდ ოცნება და წინ მხოლოდ რეალურად მიჩანს წინააღმდეგობა, რომელიც თითქმის შეუძლებელია წინააღმდეგობას გულისხმობ ამ შემთხვევაში მოცემულობას, რომელსაც შეუძლებელია ასე ამ მდგომარეობით მე მოვერიო. თუ იცანით თქვენი თავი, გავაგრძელოთ გაშლა. ახლა კი ვკითხოთ სამყაროს, რისთვის ხარ მაგ სიტუაციაში შენ სამყაროსგან, რისთვის ხარ მაგ სიტუაციაში შენ? რა ცვლილებები უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში ამ სიტუაციაში ყოფნის სწორად გავლის შემთხვევაში? რა უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციაში სწორად გავლის შემთხვევაში? ჯერ პირველ რიგში ვნახოთ, რისთვის ხარ შენ მაგ სიტუაციაში? შენში ქალური ენერგიები, როგორც ასეთი, როგორი რაღაცა იცი, ამ სიყვარულის მეშვეობით შენ ადამიანი, რომელიც თითქოს არის სიყვარულით გარშვალული შენთან მიმართებაში, მაგრამ ამას არ გაჩვენებს ისე როგორც საჭიროა, რისთვის ხარ შენ მაგ სიტუაციაში, რაშიც ხარ? იმიტომ რომ სამყარო ცდილობს შენში გააღვიძოს მიმღებლობის პოზიცია. სამყარო შენში ცდილობს ასე ვთქვათ, გაზაფხული მოიყვანოს შენ სულში, ქალურობა გააღვიძოს, მოდი ასე ვთქვათ. ქალი, რომელიც არის მიმღების პოზიციაში, რომელიც დაძინებულია შენში, იმპერატრიცას პოზიცია გააღვიძოს. ქალს, რომელსაც სურს დაუშვათ ოჯახის შვილები, ქალს, რომელსაც აქვს ამის მიმღებლობის მომენტი, ქალი, რომელიც ამ მდგომარეობიდან რომელსაც ამ მდგომარეობაში ამ ეტაპზე ვერ ხედავს სამყარო. მხოლოდ ხედავს სიძლიერეს. თითქოს როგორი რაღაცა იცი, სამყარო ცდილობს, რომ თქვენში ამ სიყვარულის წყალობით გააღვიძოს, ეს გაკვეთილია ტკივნეული სიტუაცია, რომელმაც თქვენში სიძლიერეს პარალელურად სინაზე, სიყვარული, სისუფთავე გააღვიძოს. კი, და ის წარსული სიტუაცია, რომელიც გქონდათ ადრე თქვენს მამაკაცთან დაკავშირებით. დაასრულოს თქვენი, ასე ვთქვათ, საქმეს გულისხმობ. აქ სიძლიერეც უნდა გააღვიძოს თქვენში, სიძლიერეს პლუს, ანუ შინაგანი სიძლიერე, გამიგეთ? თქვენში ცდილობს სამყარო ამ ახალი სიყვარულის წყალობით გააღვიძოს საკუთარი თავის სიმყარე, ესე მოდის, სიმყარე, სისუფთავე და სიყვარული. ამ ტკივილით, გამიგეთ? თქვენს ცხოვრებაში იყო წარსულში რაღაც სიტუაცია, სადაც თქვენ ყოველთვის უკანიდექით, გამიგეთ? ყოველთვის უკანიდექით, თითქოს თქვენ სიტყვას ფასი არ ქონდა, თქვენს
სიბრძნეს ფასი არ ქონდა, თქვენს ასე ვთქვათ, არ გისმენდნენ, თუნდაც ის თქვენი ადამიანი, თუნდაც სრულიად სისულელე ეთქვა და არასწორი რაღაცა, მაინც ისყვირო და ანუ აზრი აღარ ქონდა თქვენს ქმედებას რაღაცას, აი თქვენს ფუნქციას იმ ადამიანთან და თქვენ ამას მიჩვეულიყავით, ამ დროს ხართ ძალიან გონიერი, ამ დროს ხართ ძალიან შინაგანად მდიდარი ადამიანი და ის შეიძლება, ის გაკვეთილი ვერ გაიარეთ. აქ გეუბნებია, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ მამაკაცთან გაკავშირებდა, უნდა დატოვო წარსულში. აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, სიძლიერეს პლუს სინაზე. გამიგეთ? არა ისე, რომ იცი რა, მე ძლიერი ქალი ვარ. ძლიერი ქალი არასდროს არ უნდა იყოს. სწორად მიუდგეთ ახლა ამ საკითხს. სიძლიერი აქ მოისაზრება იმ შემთხვევაში, შენ ძლიერი ქალი, მაშინ კი არ ხარ, რომ შენ კაცის საქმესაც შენ თვითონ აკეთებ და ქალის საქმესაც შენ თვითონ აკეთებ. არა, შენ ძლიერი ხარ მაშინ, როდესაც შენი თავი შეგიძლია გყავდეს, ასე ვთქვათ, სუფთად შენი თავის იმედად, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად. აი ამას გეუბნებიან, გამიგე და არა ვიღაცაზე დამოკიდებული, არა დაჩაგრული, არა დაუშვათ საკუთარ პიროვნება წართმეული. აი ეს უნდა განვლდეს, ახალი ციკლი დაიწყოს, მასშტაბური გახდეთ, თუნდაც აი შეიძლება ძალიან მორიდებული ხარ და ცხვენია კიდევაც, რომ იმიტომ რომ არ ხარ მიჩვეული, იმიტომ რომ დაგიკარგეს თვით შეფასება, იმას ქნა რა ქვია, თუნდაც აი შენი სიტყვა მასშტაბურად წარმოაჩინო, შენი აზრი, თუნდაც იმ საზოგადოებაში, სადაც ხარ, აფიშირო, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ მაინც აზრი არა აქვს, გაიგე? აქ აი ამ ყველაფრის გამოგვიძებას ცდილობ სამყარო. რა იცვლება შენ ცხოვრებაში ამ ყველაფრის გავლის შემდეგ? რისთვის ხდება, რა უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში? შენ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს სიყვარული, ჩემო ძვირფასო ადამიანო, შეიძლება აი ამ ადამიანის, რომელიც ამ ეტაპზე არის გაჩერებული, ან შენ ცხოვრებაში შემოუშვებენ სიყვარულს აუცილებლად, მაგრამ ნახე აქ რა რისთვის გამზადებენ შენ ამ ყველაფრით. შენ უნდა გაიხადო აბსოლუტურად ის წარსული ცხოვრება, რაც გქონდა, აბსოლუტურად სულიერად უნდა განიწმინდო, გასუფთავდე იმისთვის, რომ კვლავ შენ აი იქ მიღებული გამოცდილება ჩვევაში, რომელიც გაგდა სტანდარტად მიგაჩნია, ამ ახალ სიყვარულს, რომელიც მოვა შენთან, იგივენაირად არ შეხვდე. გამიგე? ანუ, ნახე აქ რას გეუბნებიან. შენ გაძლიერებ სამყარო, შემოდის სიძლიერე შემოდის, იმიტომ რომ დავუშვათ გადაწყვეტილების მიღება შენს მომავალთან დაკავშირებით ყოველთვის სხვას არ მიცე. ოღონდ შენ როგორც იტყვი, ისე იქნება მომავალში. აი ეს მდგომარეობა არამედ საკუთარი აზრი გქონდეს რაღაცა კონკრეტულზე. აი აქედან გაკვირდებიან იმისთვის, რომ დავუშვათ აი ეგრევე ნებდებოდი, გაიგე? და გადაწყვეტილებას ვინმე წაგართმევდა, მე ღმერთს თხოვდი დახმარებას, ღმერთო მიშველი და ასე შემდეგ. როდესაც აქ შენ შეგიძლია გონებრივად იპოვო გამოსავალი. აი სიძლიერე უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. ამისთვის გამზადებენ, რომ შემოვა ახალი სიყვარული, რომელსაც შეხვდები გასუფთავებული და აი რაღაცის გადაწყვეტილების დროს საკუთარ თავზე გქონდეს ძალა, რესურსი, მიიღო რაღაცა გამოცდილებებიდან, გამოიტანო დასკვნა და მიიღო დასვა რაღაც საკითხზე შენი აზრობრივი, ასე ვთქვათ, საკითხი, აი ნაკაჩი შემაგდეს, დასვა წერტილი, ან მიიღო გადაწყვეტილება, ან შეგეძლოს დავუშვათ რაღაცაზე რადიკალური რაღაცის თქმა გაკეთება და ასე შემდეგ ძალას გაძლევს. აი ამ ყველაფრით ძალა შემოდის შენში იმისა, რომ პრობლემის დროს აი დაჩოქილი კი არ იყო მართლა და მარტო ღმერთს ევედრებოდი, რომ დამეხმარე ღმერთი, გეხმარება იმით, რომ გაძლევს ძალას, რომ შენი რესურსით მიიღო გადაწყვეტილება. კიდე რას გვეტყვით? სიმშვიდე, მშვიდი თანაცხოვრება,
რომელზეც ოცნებობ, რომელზეც ოცნებობ, რომ გაიხსნას შენს ცხოვრებაში, შენ სხვათა შორის შეიძლება აქ რაღაც ახალი ცოდნაც გახსნა, იცი? ჩერეს ამ გამოუვალი სიტუაციებით, რაღაც ახალი შინაგანი ხმა მოგდის იმისა, რომ რაღაცა ისწავლო, რაღაცა გააკეთო, გააღვიძო შენში რაღაცა ცოდნა. რომელიც გაგიხსნის გზას, კი ბატონო, რომელიც მოგწონს, გიყვა შეიძლება აქ ნაბიჯსაც ვერ დგავდი, შენი პიროვნული განვითარებისთვის გამიგე, რომ რაღაცა საქმე გინდოდა და ვერ აკეთებდი. კი. აქ თუ შენ სამკუთხედში მოხვდი, ამის განულებად შემოდის. მამაკაცი, რომელიც მოდიოდა, მიდიოდა, всё, ამას წერტილი ესმევა. კი, შენთვის ძვირფასია სიტუაცია, მაგრამ ურთიერთობა, მაგრამ ან ახალი ეტაპი, კომუნიკაცია ახალი ეტაპით, თუ არა და მე მოტყუებას აღარ ვაპირებ. კარგი, ეხლა მაჩვენეთ, იმიტომ რომ აქ შენს აბსოლუტურად გაახლებენ. ეხლა მაჩვენეთ რჩევას, რას მისცემთ ამ ადამიანს, ახლა ამ ეტაპზე სამყარო რჩევას, რას აძლევს ამ ადამიანებს. ჩემო საყვარელ ადამიანი, თუ მოგატყუეს, თუ გიღალატეს, თუ არ მოქმედებს ადამიანი ისე როგორც საჭირო შენთვის, თუ ახლა რთულია სიტუაცია, რაშიც იმყოფები, ერთი რამე იცოდე. სამყარო გეუბნება, რომ ეს ყველაფერი მოცემულია იმისთვის, რომ შენ შეცვალო, შენ გაძლევთ, როგორ გითხრა, ჩვენ უმართავთ ახლა ამ სიტუაციას და შენ არ გეგონოს, ჩვენ გვიყვარხარ, შენ არ გეგონოს, რომ გტანჯავთ. არა, უბრალოდ გვინდა არჩევანი გააკეთო საკუთარ თავზე, აქცენტი გააკეთო საკუთარ შიშებზე, აქცენტი გააკეთო იმაზე, რომ რისიც გეშინია, აქცენტი გააკეთო იმაზე, ხალხზე შეიძლება ფიქრობ ძალიან ბევრს და ამ გამოუვალ სიტუაციაში შენ ხარ სრულიად დაკარგული. ჩვენ ახლა გვიჭერია შენი ბედის ბორბალი რო იტყვიან და ახლა ამ ეტაპზე ამ მიმართულებაზე გვაქვს შეჩერებული ველოდებით, რომ შენ გააკეთო არჩევანი ყველაფრიდან ძალა იყო გითხარით, აქ ძალას გაძლევენ, ძალას გაძლევთ, მოიკრიბო მთელი რესურსი, ეს ემოციებში ნუუშო მთელ შენ ენერგო იმას ვიბრაციებს, ჩადე შენი რესურსი არჩევანზე იმისა, რომ ამ ყველაფრიდან გამოყვიდე, ჩვენ ძალას გაძლევთ, ჩვენ გვიყვარხარ და მე რა ელოდება? აჰა, გამარჯობა თქვენი. მე ახალი ადამიანი შენს ცხოვრებაში, რომელიც დაასრულებს შენი მძიმე მდგომარეობას, რომელიც დაასრულებს ახლა რთულ შენს მომავალს, სად მიდიოდა და სად არ, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს შენზე, მაგრამ მანამდე ჯერ ჩვენ გამზადებთ, რომ გაგანთავისუფლოთ ამ ყველაფრისაგან და შენ შედგე საკუთარი თავის ასე ვთქვათ, დედოფალი, თასების დედოფალი, რომელიც ემოციებში ქარიშხლურად კი არ ვარდება, არამედ დაბალანსებულია, გამიგე, იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთ ადამიანს გიგზავნიან, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი იმისთვის, რომ დაუშვათ შენ მარტოობიდან გამოგიყვანოს და ის რაც გეგონა რომ აღარასდროს არ იქნებოდა შენს ცხოვრებაში, ამაზე გადაწყვეტილება და სიმწრით გადაწყვეტილება შეგაცვლევინოს. თავარია შენ შეცვალე მერყეობა იმისა, რომ წახვიდე წინ, წახვიდე მომავალში და დაშალო ის ყველაფერი, რაც მანამდე შენს ცხოვრებაში იყო. ნუ გეშინია, ეს ნუ მერყეობდა, ნუ ასე ვთქვათ, იცი როგორ ხარ, თითქოს რა ვიცი, აბა ხო, გამოვა, არ გამოვა, რა ვიცი, ველოდების, ესეთი რაღაცები დაშალე გეუბნებიან, ჩამოყალიბდი, გაიღვიძე, ჩამოყალიბდი, გამოდი ამ ბავშვური ემოციებიდან, ჩამოყალიბდი, გაძლიერდი, გამოფხიზლდი, გაიღვიძე და გამოდი ამ ასე ვთქვათ პატარა ბავშვის მდგომარეობიდან, ნუ გეშინია. აგერ გიმზადებთ ახალ ეტაპს,
ამ გაჩერებულ სიტუაციით რაშიც ახლა შენი მყოფები, სწორედ იმიტომ მოხდა ეს კომუნიკაციის ფონზე რაღაცის დასრულება მამაკაცის მხრიდან, შეიძლება აქ მიდი-მოდის თემა იყო და ასე შემდეგ და თქვენ დაიღალეთ და რაღაცა უთხარით, რომ ასე სადამდე უნდა ვიყოთ და მამაკაცმა უყვახეთ რაღაცა გითხრათ და თქვენ ახლა ვერ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ შენი წარსული ემოციები იყო ზუსტად აქ ის მდგომარეობა, რომლის ფონზეც მოქმედებდი, ასე ვთქვათ რა, და ეს უნდა დასრულდეს, დამთავრდეს ჩემო კარგებო. ვაი. საინტერესო იყო. მე მგონი. მე კი გელოდებით ლაიქებში და კომენტარებში თუ იყო თქვენი გაშლა, მე ამის მეშვეობით გავიგებ, რამდენად საჭირო იყო ინფორმაცია, რომელიც გამოგიტარეთ შენი სულიერი სივრცის არხიდან დიდი სიყვარულით და შევეცდები ვიყო თქვენთან, თქვენ სამსახურში, მთელი სულით და გულით. ტაროს გაშლა არ არის ჩემთვის მხოლოდ ის მომენტი, რომ მე რაღაცა ბანალურ სამუშაოს ვასრულებ, არა. ტარო არის ჩემი სულის გზა. ტარო არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ეს არის ჩემი სულის მისია, რომლის აღმოჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. პირველ რიგში შინაგანი ტრანსფორმაცია მოხდა იმისა, რომ მე მაქვს მდგომარეობა, როდესაც ტაროსთან ვარ, როდესაც ჩემი სული, ასე ვთქვათ, გრძნობს სისავსებეს. მიყვარხართ, გიგზავნით სიყვარულს, სითბოს, პოზიტივს და გისურვებთ საუკეთესოს ყველაფერს შენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მზეს შენ სულში და ენდე სამყაროს, უსმინე სამყაროს ნიშნებს და აუცილებლად შეიცვლება შენი ცხოვრება ზღაპრულად. მართლა ეს არ არის ფანტომი, ეს არ არის რაღაცა ოცნება, რომელსაც ახლა მე აქ გეუბნები. ოღონდ ამაში მხოლოდ შენი გრძნობ, როგორ იცვლება შენი ცხოვრება. პირველ რიგში ეს ხდება შინაგანი ტრანსფორმაციით, როდესაც შენი სული ისვენებს, როდესაც შენ შიგნიდან აღარ გაქვს ის შიშები, სისუსტე, სოციუმზე დამოკიდებულება, არამედ ხარ სუფთა, თავისუფალი ხარ, როდესაც შენ გაგაჩნია შენი კონკრეტული აზრი, რომელიც შეიძლება საზოგადოებისგანაც თუნდაც იყოს განსხვავებული. ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ კიდევ ერთხელ თქვენ სულში მზეს.